მოგესალმებით ძვირფასო, ნათელო სულო. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ჩვეულებრივ, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ეტაპობრივად აიმაღლოს ცნობიერება და მივიდეს ზეცნობიერ მდგომარეობამდე. ეს არ არის ზღაპარი. ეს არ არის მხოლოდ რჩეულთათვის. ეს პროცესი არის ბუნებრივი, ეტაპობრივი და ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვინც გულით მოინდომებს და არის მზად შინაგანი ტრანსფორმაციისთვის. თუ მზად ხარ, მოდი ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა. პირველი ეტაპი სხვერპლის ცნობიერებიდან პასუხისმგებლობის ცნობიერებამდე. საშუალო სტატისტიკური ადამიანის ცნობიერება უმეტესად დაფუძნებულია რეაქციებზე. ის ფიქრობს, ესმე და მემართა, გარემო მაკონტროლებს, სხვა ადამიანები არიან ამის მიზეზი. სამყარო სასტიკია და დაუნდობელი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ის ყველაფერს აბრალებს სხვას და გარემოებებს. პირველი ნაბიჯი ცნობიერების ამაღლებაში არის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. როცა ადამიანი ამბობს, მე ვარ ჩემი რეალობის თანაშემოქმნელი, მისი ცნობიერება უკვე ფართოვდება. ეს ეტაპი მოითხოვს საკუთარი ემოციების დაკვირვებას, საკუთარი ფიქრების გაცნობიერებას, ვალდების შეწყვეტას. აქ იბადება დამკვირვებელი. მეორე ეტაპი დამკვირვებლის ტიურება. როდესაც ადამიანი სწავლობს ფიქრებისა და ემოციების დაკვირვებას, ხვდება, რომ ის არ არის თავისი ფიქრები. აქ იწყება შინაგანი თავისუფლება. ადამიანი აღარ მოქმედებს იმპულსურად, გაუცნობიერებლად. ის დგავს გაცნობიერებულ ნაბიჯებს. დამკვირვებელი ცნობიერება ნიშნავს რეაქციის ნაცვლად არჩევანს, ემოციის ნაცვლად სიბრძნეს, ქაოსის ნაცვლად სიჩუმეს. მედიტაცია და სუნთქვითი პრაქტიკა ეს მისი ყოველდღიური ხელსაწყოებია. ამ ეტაპზე ადამიანი აღარ არის მხოლოდ სხეული და გონება. ის ხდება ცნობიერების მატარებელი. მესამე ეტაპი გულის გახსნა და თანაგრძნობა. უმაღლესი ცნობიერება მხოლოდ ინტელექტი არ არის. ეს არის გახსნილი გული. როდესაც ადამიანი იწყებს სხვების პატიებას, მადლიერებას, თანაგრძნობას, მისი ვიბრაცია იცვლება, მაღლდება, სხვა სიხშირეზე გადადის. საშუალო 3D ცნობიერება ეფუძნება კონკურენციას. მაღალი 5D+ ცნობიერება ეფუძნება თანამშრომლობას. აქ ადამიანი აცნობიერებს, რომ ყოველი ჩვენგანი ერთიანი ველის ნაწილია და არავინაა სხვაზე უპირატესი. მეოთხე ეტაპი ეგოს ინტეგრაცია და არა განადგურება. ბევრი ფიქრობს, რომ სულიერი განვითარება ნიშნავს ეგოს სრულად მოკვდინებას. არა, ეს ასე არ არის. ჯანსაღი ეგო არის შენი ინსტრუმენტი
რომელიც შეგიძლია სასიკეთოდ გამოიყენო. მაგრამ როცა ეგო მართავს, ადამიანი დაბალ სიხშირეშია, ხოლო როცა ცნობიერება მართავს, ეგო ემსახურება თვით ადამიანს. ზეცნობიერი ადამიანი არ ამტკიცებს მუდმივად საკუთარ სიმართლეს, არ საჭიროებს გარეგან აღიარებას, არ იკვებება შიშით. ის მოქმედებს ყოველთვის შინაგანი სიმშვიდიდან. მეხუთე ეტაპი. ერთიანობის ცნობიერება. ამ ეტაპზე ადამიანი აღარ აღიქვამს თავს გამოყოფილად სამყაროსგან. ის ხედავს, ბუნება მისი გაგრძელებაა, სხვა ადამიანები მისი სარკეა, სამყარო კი ცოცხალი ორგანიზმი. აქ ქრება განცდა, მე და სხვები და იბადება ჩვენ. ეს არის ზეცნობიერების დასაწყისი. მეექვსე ეტაპი. შემოქმედი ცნობიერება. უმაღლესი ცნობიერება არ არის მხოლოდ მშვიდი მედიტაცია. ეს არის აქტიური შემოქმედება. ზეცნობიერი ადამიანი ქმნის სიყვარულიდან, საუბრობს სიბრძნით, მოქმედებს თანხმედრაში უმაღლეს ეთიკასთან. ის აცნობიერებს, რომ ყოველი ფიქრი ქმნის, ამიტომ ირჩევს ფიქრებს, რომელიც ემსახურება ერთ მთლიანობას. ზეცნობიერი ადამიანის მუდმივი მდგომარეობა შინაგანი თავისუფლებაა. ზეცნობიერება არ ნიშნავს, რომ ცხოვრება პრობლემების გარეშეა. ეს ნიშნავს შინაგან სტაბილურობას, ემოციურ სიმწიფეს, სულიერ გამჭვირვალობას. ადამიანი ხდება არხი ღვთაებრივი სიმშვიდის, უპირობო სიყვარულისა და მარადიული სინათლის. და ყველაზე მთავარი, ეს გზა არასდროს სრულდება. ყოველი დღე არის კიდევ ერთი საფეხური შენი განვითარებისკენ. თუ ამ ვიდეომ შეგახსენა შენი ნამდვილი პოტენციალი, გახსოვდეს, შენ უკვე ატარებ უმაღლეს ცნობიერებას. შენ უბრალოდ იღვიძებ მისკენ. და თუ მზად ხარ ამ გზაზე სიარულისთვის, დღესვე დაიწყე ერთი პატარა ნაბიჯით. გამოიწერე არხი, გააზიარე ეს ვიდეო, თუ გრძნობ რომ დროა კოლექტიური ცნობიერებაც ამაღლდეს. მადლობა რომ ხარ აქ და ახლა. მადლობა რომ იღვიძებ. მადლობა რომ ანათებ და სხვებსაც უნათებ გზას. ისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.